გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ძვირფასო მთავრობაო, თუ კი თინა ხიდაშელის, რომელსაც ინტელექტუალთა წრეში იცნობენ მეტსახელად ტაივანში კი ბრალდება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ტერორისტების მომზადების ცენტრები მუშაობენ, არ იქნება გამოძიებული და მერე ან დასჯილი, ან და წახალისებული გამოჩენილი სიფხიზლისთვის, მაშინ მე შემდეგ არჩევნებზე ხმას იაგო გირჩი ხვიჩიას მივცემ. კი არაფრის მაგნისია ბჟუტურა იაგო გირჩი, მაგრამ გულს მაინც მოვიფხან. რასაკვირველია, მე ძალიან ვინანებ ამას, მაგრამ არა უშავს. მე უკვე ძალიან ხანში შესული კაცი ვარ და ჩემთვის სულ ერთია. ეს ინტერმედია იყო. ახლა კი საქმე და კიდევ ერთხელ საქმე. რა მინდა მე? მე მინდა საქმე, მეგობრებო. საქმის კეთებას რა უნდა. დიახ, მე მინდა საქმე და არა ტყუილი ლაილაი. მე არ მინდა რომ ჩემი მთავრობა ამერიკის სამჟამინდელ პრეზიდენტზე მგავსებოდეს, რომელიც დილიდან მშიერკუძზე მუშტებს იქნებს და ყველას აშინებს და ნასადილებს კი მათ, ვისაც აშინებდა და ემუქრებოდა, თავის ძმაკაცებად მოიხსენიებს. გონჯერ კიდევ გუშინ წინ აპირებდა ბატონი ტრამპი გრენლანდიის დაპყრობას და მე უკვე მოხალისეთ ვაპირებდი ჩაწერას, რათა გრენლანდიაში წავსულიყავი და ადგილობრივი გრენლანდიელები დამეცვა ამერიკული აგრესიისგან. დიახ, ნებისმიერი ქვეყნის სხვა ქვეყანაში იარაღით შესვლა არის აგრესია და მე ვგმობ ნებისმიერ აგრესიას. გინდ რუსული იყოს ეს აგრესია, გინდ ამერიკული და გინდ ინკების სახელმწიფოსი. აგრესია აფრიკაშიც აგრესიაა და ამიტომაც გრენლანდიაში აგრესიის მოლოდინში დათფილული შარვალი შევიძინე და ჰოპ და გრენლანდია გადაიდო. ამის მაგერად ტრამპმა უცებ ირანში დაიწყო მოძრაობა და მე კი ვერ ვასწრებ ასე სწრაფად ჩემი ამუნიციის გამოსვლას. ახლა ირანი არაა ჯერ დასრულებული და უკვე კუბაა დაძაბულ მდგომარეობაში. მშურს ბატონი ტრამპისა. მას წელს 14 ივნისს 80 წელი შეუსრულდება და მიუხედავად ასეთი სერიოზული ასაკისა, საკმაოდ მხნე და ენერგიული ადამიანია, რაც დარწმუნებული ვარ ჯანსაღი კვებისა და ასეთვე ცხოვრების წესის შედეგია და ამიტომ მეგობრებო, ყველას მოუწოდებ მივხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას. ბევრი ვიმოძრაოთ, უარი უთხრათ ნიკოტინსა და ალკოჰოლს და ნებისმიერს გვექნება შანსი, რათა ხნიერ ასაკში პარლამენტში ტკბილად გვეძინოს. გადაუხვიე, მე კი ის მინდოდა მებრძანა, რომ გარდა გარე პრობლემებისა, დონალდ ტრამპი შინაურ საკითხების გადაწყვეტასაც ასწრებს. აგერ ოვალური კაბინეტის რემონტზე $3 მილიონ-ზე მეტი დაიხარჯა. თუ რემონტია, რემონტი უნდა იყოსო. ვიფიქრე, ალბათ ევრო რემონტს აკეთებს მეთქი ტრამპი თავის მთავარ რეზიდენციაში, მაგრამ არ თქვი, რადგან ჯერეთი სიტყვა ევრო ტრამპისთვის შეურაცხყოფელი იქნება და მეორეც მე დღესაც არ ვიცი რას ნიშნავს ევრო რემონტი და რა განსხვავებაა ევრო რემონტსა და კაპიტალურ რემონტს შორის. და ასევე მაინტერესებს, როდესაც შეერთებულ შტატებში ბინის კაპიტალკას აკეთებენ, ისინიც ევრო რემონტს უწოდებენ ამას? კვლავ გადაუხვია. მოკლედ, ტრამპი აქაც არის, იქაც არის. სხვა შორის, ოვალურ კაბინეტში მხოლოდ ახალი ხალიჩის დაგება ამერიკელ გადამხდელებს $1 მილიონი დაუჯდათ. მე თუ ოდესმე ოვალურ კაბინეტში საპატიო სტუმრის სტატუსის შესვლა მომიწია, ალბათ სულ კედელ ვიული $1 მილიონს რომ არ დავა ბიჭო. რატომ დავიწყე ტრამპზე ლაპარაკი? იმიტომ რომ მინდოდა მეთქვა მეგობრებო, არ გეგონოთ რომ ახლა მე ამერიკის პრეზიდენტს დავცინე ან ვცდილობ მის გამასხარავებას. რა ჭირს ამერიკის პრეზიდენტს ჩემი სამასხარაო რა? ნამდვილად არაფერი. მე იმას ვამბობ, რომ ბევრი რამ, რასაც ამერიკის პრეზიდენტი შედის, ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ჩემთვის რომ გაუგებარია, ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია მისი მოქალაქეებისთვის იყოს გასაგები და მისაღები. ხშირად მიფიქრია, იქნებ ტრამპი არის მომავლის პოლიტიკოსის კაშკაშა მაგალითი. იქნებ ასეთი უნდა იყოს თანამედროვე პრეზიდენტი. კონდეს იმის გამბედაობა, რომ ფეხქვეშ გაიგდოს ყველა ჩამყაყებული და დრომოჭმული კანონი და წესი. თანაც როცა იცი რომ კაცი შვილი ვერაფერს გეტყვის, დიახ. ამიტომ
მოდი გული დავამშვიდოთ და დავარქვა ტრამპს ნოვატორი, ექსპერიმენტატორი, მოდერნისტი. კი ვიტყოდი უფრო პოსტმოდერნისტი, მაგრამ არ ვიტყვი, რადგან პოსტმოდერნი არ მიყვარს. ნახოთ, ცხოვრება გვაჩვენებს. ბატონმა ტრამპმა ახლა იმდენად სახიფათო ამბავი წამოიწყო ირანის ომს გულისხმობ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას აქვს გეგმა ანი, გეგმა ბანი და გეგმა ჰაეც. სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ შეიძლება ის ავანტურა დასრულდეს. მეცაც გეტყვით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ასე თუ ისე შემიძლია წარმოვიდგინო, მაგრამ აი ის რაც ხდება სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ვერა. მაგრამ იმედია, რომ ტრამპს ჩემზე უფრო ჭკვიანი მრჩეველები ყავს და მათ იციან, რას აკეთებენ. ძალიან ცუდია, რომ ამ ავანტურებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება, მაგრამ ეს უკვე სამწუხაროდ გარდაუვალი გახდა. და ბოლოს დიდი სინანულით მინდა გავიმეორო ჩემი მოსაზრება, რომ კაცობრიობამ თავისი არსებობის 300,000 წლის განმავლობაში პრობლემების გადასაწყვეტად ომზე უკეთესი ვერაფერი გამოიგონა. სიტყვა უკეთესი ამ შემთხვევაში ბრჭყალებში მაქვს ჩასმული, მეგობრებო. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.